შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის პოლიტიკაზე შეფასებები კეთდება საქართველოში. ქართული ოცნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. არგუმენტად სახელდება საერთო შეხედულებები, რამაც ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების განმტკიცებას ხელი უნდა შეუწყოს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები იქნება ისეთივე მწვავე, როგორც ეს ბაიდენისა და დემოკრატების ადმინისტრაციისას იყო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ქართული ხალხისთვის, რომელთა ასე ვთქვათ, დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის მხარდაჭერაში ამერიკის წვლილი გასული ათწლეულების მანძილზე არის აბსოლუტურად შეუფასებელი, ეს არის ძალიან დამაიმედებელი გზავნილი, იმიტომ რომ ქართული ხალხისთვის ძლიერი ამერიკა, ეს არის ძლიერი მოკავშირე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა არის ამერიკის ამოცანა, მაშინ, როდესაც შეკავება იმ რეჟიმების, რომლებიც უპირისპირდებიან თავისუფალ სამყაროს, არის ასევე მათ მიერ გაცხადებული ამოცანა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მხარდაჭერა ქართული ხალხისთვის და გაიზრდება წლეხი იმ რეჟიმზე, რომელსაც დღეს რუსეთის მარიონეტულ რეჟიმს უწოდებენ ვაშინგტონში. თავარი არის როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აქ ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი არის ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანის ჯო უილსონის სენატორის განცხადებები, სადაც თავარი პირველი განცხადება იყო ის, რომ სწორედ ივანიშვილი იქნება სანქცირებულთა სიაში ნომერ პირველად. ის რომ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე არის მთავარი განსაზღვრელი შემდგომი ურთიერთობებისა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. განსხვავებით სამწუხაროდ იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ ყავს, დონალდ ტრამპი არის ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში ამ გზავნილებში ბუნებრივია არ შევა, იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც Deep State-ის პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. გამომყოფთ იმ მშვიდობასთან მიმართებაში ტრამპის განცხადებებს და ქმედებებს, რომლებიც უკვე ფაქტობრივად დაწყებულია და რაც ყველაზე მთავარია, ასევე გენდერთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ ითქვა და იცით, რომ მათ შორის კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ 2 სქესს განსაზღვრავს და ეს სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ესოდენ ძლიერი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც საქართველოში ასევე არის ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აყვანილი. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უკვე თავისთავად გარკვეულ ღირებულებით ერთიანობას ქმნის, რაც არის საწინდარი იმისა, რომ ურთიერთობები საომავლოდ გაგრძელდეს და გადავიდეს ეს ყველაფერი ძალიან ჯანსაღ ფორმაში და ფორმატში. საშინაო და საგარეო პოლიტიკა მთლიანად იქნება აგებული ამერიკის ინტერესებზე, უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესებზე. ტრამპი როგორც ჩანს აპირებს ლიბერალური იდეოლოგიის დემონტაჟს, ან გადაფასებას ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეზღუდვას. გუშინდელი დღიდან ფაქტობრივად ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას იმაზე, რომ ჩვენი ინტერესები გადაიკვეთოს, ჩვენ გქონდეს საერთო ხედვა, საერთო მიდგომა, საერთო ინტერესები ურთიერთსასარგებლო პროცესთან დაკავშირებით.